მშვიდოცნებისთვის გავაკეთოთ დეკემბრისთვის პროგნოზი. პირველი აფირმაციების დასტიდან წარმატების გასაღები. აფირმაცია დეკემბრის თვეზე. მე მუდმივად ღია ვარ და მზა ახალი გამოცდილებების და ცოდნის მისაღებად. მშვიდოცნები ნამდვილად ესეთები ხართ, თქვენ ღია ხართ ახალი ცოდნის და გამოცდილების მისაღებად და შემდეგ ამის გამოსაყენებლად. აბა მოდით ნახოთ დეკემბრისთვის ენერგიები. რა მოდის თქვენთან დეკემბრის თვეში. სასიხარულო ამბები. სიახლეებში მიდიხართ, მოქმედებებში მიდიხართ. ის გეგმები, რაც თქვენ გაქვთ დასახული, პირდაპირ მიდიხართ ამისკენ, ანუ თქვენ რაღაცას ააშენებთ გარკვეული, შეიძლება სახლის პიტვის მომენტიც იყოს. კი, შეიძლება შენაძენზე ფიქრობთ, სახლის შენაძენზე ფიქრობთ და დეკემბერში ზოგიერთი თქვენგანი შეიძენს კიდევაც და გააკეთებს ამ შენაძენს, ძალიან მომგებიანად სხვათა შორის და ზოგი პირდაპირ დაგეგმავს რაღაცას, რომ უკვე ესე დავსახე და გავაკეთებ ამას. ანუ თუ კი მანამდე რაღაცა თქვენი ყურადღება სხვა რამეებზე იფანტებოდა, ეხლა რაღაცა კონცენტრირებას ახდენთ სახლზე, თქვენი ასე ვთქვათ, ბუდის მოწყობაზე, აი ამაზე აკეთებთ კონცენტრირებას. ასევე ეს იქნება კონცენტრირების თვე თქვენს გეგმებზე, ანუ აი კონკრეტულ გეგმებს აკეთებთ და ძალიან სწრაფ განხორციელებებს აკეთებთ, იცით? ეს არ არის რომ უბრალოდ ვფიქრობ, ეს არის უკვე განხორციელება. ან დეკემბერში რაღაცას ახორციელებთ თქვენ. მე კიდევ ნახავ რა მოდის თქვენთან. მშვიდოცნებო. კი ბატონო, როგორც მზე ესე გამოვლინდებით. კი, ესე იგი, აქ არის ძალიან კარგი არკანი, ძალიან კარგი გამოვლენა მოხდება თქვენი მიზნების განხორციელება. აი არ გაჩერდეთ, არც გაჩერდებით, აქ არის პირდაპირ მოდის, რომ დეკემბერში ყველა თქვენ რაღაცას სიტუაციებს, რაც გინდათ რომ განახორციელოთ, ამას გააკეთებთ. ძალიან დიდი ხელშეწყობა მიდის თქვენთვის. მშვიდოცნებო და გამოვლინდებით, ნახეთ როგორი ძლიერი გამოვლენა არის თქვენი. დროსთანაც არის დაკავშირებული რაღაცა დრო იყო. უკვე რაც მოემზადა და დრო მოამზადა, ეხლა არის უკვე გამოვლენა. პირდაპირ დადგა თქვენთვის ეს დრო, ეხლა რომ გამოვლინდეთ და მიაღწიოთ თქვენს დასახულ მიზნებს. რაღაცა ქმედებებზე გადადიხართ დეკემბერში, სწრაფი კარგი ქმედებები გაქვთ. მშვენიერი და მოდით ახლა შემდეგი დასტით ნახოთ აბა თქვენი ენერგიები დეკემბერში და აი ბატონო, მშვენიერი შეხვედრებიც გექნებათ, ეხლა მშვიდოცნები და შეხვედრების გარეშე წარმოუდგენელია და მეგობრების გარეშე. კარგი შეკრებები გაქვთ, ძალიან სასიამოვნო. კარგად გაერთობით მეგობრებთან ერთად, რაც მოსალოდნელია კიდევაც, იმიტომ რომ დეკემბერია და ეს არის სულ შეხვედრების და მხიარულების დრო და აი ესეთ ენერგიებში იქნებით. და ნახოთ აბა კიდევ რა გველის, რა გველით მშვიდოცნებს დეკემბერში. სასიამოვნო და კარგი ამბავი. მაგაც ორი ამოყვება და ნახოთ. აი ისევ გამოვლენა არის. აქ ნახეთ როგორი რაღაცა არის. აქ მოდის საბუთების მომენტი შეიძლება იყოს თქვენი რაღაცა გარკვეული სიტუაციები, რაც არის შეიძლება საბუთებთან დაკავშირებული, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული. ამისი მოგვარება მოხდება დეკემბერში. შეიძლება აი წინაზე რაღაცა შენაძენზე რო იყოს საუბარი, ეს გაფორმება მოხდეს აქ ყველაფრის და ნახეთ როგორი მომენტია, იცით, თქვენ პირდაპირ გიფიცკებენ. თქვენ ისედაც მზად ხართ უკვე, მაგრამ აი დეკემბერი პირდაპირ არის მოდის ეს რაღაცა სიახლე პირდაპირ აი დაკავშირებული იქნება აი ამ რაღაც თემების მოგვარებასთან. აქ თქვენ სიმყარესაც გამოიჩენთ, პიროვნულ სიმყარესაც და სიძლიერესაც გამოიჩენთ, ძალიან გონივრულად მიუდგებით სხვათა შორის სიტუაციას. ეს არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ბევრი გაქვთ ამაზე ნაფიქრი და უკვე ქმედება არის. აი ნახეთ დეკემბერი არის თქვენი ქმედებების დრო, მოქმედების დრო არის, კარგი ქმედებების, სწრაფი ქმედებების და ის რაც სამომავლოდ მოგიტანთ ძალიან კარგი შედეგებს ეს იქნება. ამოვარდა პირდაპირ აჩეხვის დროს და ეს არის ნახეთ აქაც იგივე ქმედებებია და არის დამხმარე, ორი დამხმარე გყავთ თქვენ. სწრაფი დამხმარე გყავთ ერთი და მეორე გავლენიანი დამხმარე გყავთ. აქ უკვე ხართ ქმედებაში, უკვე დაძრული არის სიტუაცია და თითქოს არის გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც წინაზე ამოვიდა. მოკლედ კვერცხებში ხართ, ქმედებაში ხართ. ესეთი სწრაფი, კარგი ცვლილებები მოდის. აქ შეიძლება ჩანდეს მომენტი, რომ რაღაცამ რაც თქვენს გონებაში შეფერხებასთან არის ასოცირებული და ფიქრობდეთ, რომ რაღაცა მაფერხებს, არ არის რეალურად შემაფერხებელი აქ არაფერი, არ შეუშინდეთ არაფერს, წინ წადით, იმოძრავეთ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი დამხმარეები გყავთ. ეს არის სამეფო რეგალიების მქონე ფარშევანგი და ჩათვალეთ, რომ გყავთ მაღალ ეშელონებში დამხმარე, ანუ სიტუაციებში მაღალი ძალებით გეხმარებათ და არა მხოლოდ, ანუ სადაც დაგჭირდებათ საბუთის გაკეთება იქნება, რაღაცის მოწესრიგება იქნება, რაღაცა მხარდაჭერა იქნება, აქ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გაქვთ და ასევე მხარდაჭერა არის უკვე შეკაზმული ცხენი, ანუ მეგობარი, რომელიც მზად არის, რომ გვერდით გიდგას, გვერდით მოყვება და გეხმარება ძალიან. აი ეს დახმარება გაქვთ და მიიღებთ ამას. ბედნიერ და კარგ დეკემბერს გისურვებთ და ასევე მომდევნო წელს. მშვიდოცნებო.